მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ იმ 5 შეცდომაზე, რომელსაც ჩვენ უშვებთ მაკიაჟის გაკეთების დროს. პირველი ეს გახლავთ ტონალური. როდესაც ვარჩევთ ტონალურს, ჩვენ იმისთვის რომ გავიგოთ შესაბამება თუ არა ჩვენი სახის ფერს, ტონალურის ფერი, ვიდებთ მას პირდაპირ სახეზე, რაც არასწორია. იმისთვის რომ გავიგოთ შეეხამება თუ არა ჩვენი სახის ფერს, ამისთვის ხელის მტევანზე მოვათავსებთ მცირე რაოდენობას, საკმარის რაოდენობას ტონალურის, გადავანაწილებთ თანაბრად და როგორც იქ დაჯდება ფერი, უნდა ვივარავდოთ, რომ იგივე დაჯდება ასევე სახეზე. მეორე ეს გახლავთ წარბები. როდესაც გვინდა გავიმუქოთ წარბები, ასეთ დროს ჩვენ ვიყენებთ ან წარბების ფანქარს, ან ვიყენებთ თვალის ჩრდილს. ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს წარბების ფანქარი თუ იქნება თვალის ჩრდილი, უნდა გამოვიყენოთ 1 ტონით ღია ჩვენი წარბების ფერთან შედარებით, რომ შემდგომ მერე ბუნებრივად დაგვიჯდეს ეს ფერი. მესამე, რასაც ვუშვებთ შეცდომას, არის ფერების შეზავება. თუ ჩვენ გვინდა მაგალითად მწვანე ფერი წავისვათ თვალებზე, ასეთ დროს პირდაპირ ვისვამთ მწვანე ფერს. მაგრამ სასურველია და გაცილებით კარგი ეფექტი აქვს თუ ჩვენ მწვანე ან სხვა ნებისმიერი ფერის მისაღებად რამდენიმე ფერს შევაზავებთ. მოდით ჩვენ ახლა შევაზავოთ ერთმანეთთან იასამნის ფერები. რამდენიმე იასამნის ფერი არის ჩემს პალეტზე მოთავსებული. იმისათვის რომ გავიგოთ რა ფერთა შეხამება მივიღეთ, ისევ ვიყენებთ ჩვენი ხელის მტევანს, სადაც ვაფიქსირებთ ამ რამდენიმე ფერს ერთად. აქ მიღებული ფერი უკვე პირდაპირ შეგვიძლია გადავიტანოთ თვალებზე, რა თქმა უნდა თუ ჩვენთვის სასურველი ფერია. თუ არა და შეგვიძლია ისევ მივუბრუნდეთ პალეტს და ავარჩიოთ იმ ფერებიდან, რომელიც გვაქვს მოცემული. შემდეგი შეცდომა, რომელსაც ასევე ვუშვებთ, ეს გახლავთ ტუჩები. როდესაც ტუჩებზე დაუმუშავებლად წავისვამთ პომადას, მერე ძალიან რთულია გამოთქვათ პრეტენზია, თუ რატომ ვერ შეინარჩუნა პომადამ ეფექტი, ან რატომ არ მზის ის ტუჩებზე ისე როგორც საჭიროა. პირველი, რასაც ვაკეთებთ, სანამ პომადას წავისვამთ, არის ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს ტუჩები ბალზამის ეფექტით დარბილებული. ასევე აუცილებლად უნდა გავიკეთოთ კონტური ტუჩებზე, იმისთვის რომ მიეცეს ფორმა და ან გადიდდეს, ან დავიწროვდეს, გააჩნია თუ რა საბოლოო ფორმის მიღება გსურს. და ასევე აუცილებლად გამოვიყენოთ კონსილერი ან სხვა საშუალება, იმისთვის რომ ტუჩების სიდიდე ვაკონტროლოთ. მეხუთე შეცდომა, რომელსაც ჩვენ უშვებთ, ეს გახლავთ რუმიანა. რუმიანაში მე ვგულისხმობ ვარდისფერ ფერს, ამ ფერზე მაქვს საუბარი, რომელსაც როგორც წესი უმეტესობა ვისვამთ ხოლმე სახის აი ამ ნაწილზე, ანუ ლოყაზე. სინამდვილეში რუმიანა ისმევა სპეციალური ფუნჯით, რომელსაც აი ესეთი სამკუთხედად წაწვეტებული თავი აქვს და ისმევა შემდეგი მიმართულებით და სახის აი ამ ნაწილზე. ქართულად ამ ნაწილს ყვრიმალები ქვია, პირდაპირ აი აქ აი ესეთი მოძრაობებით. ეს არის ის 5 შეცდომა, რომელზედაც მე მინდოდა მესაუბრა თქვენთან მაკიაჟის გაკეთების დროს. იმედი მაქვს გამოგადგებათ ჩვენი რჩევები და უფრო კარგად წარმოაჩენს თქვენი სახის ნაკვთებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დაგველოდეთ ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს.